გამარჯობა 2024 წელი Georgian Water and Power-ისთვის სისტემური განახლების წელი იყო. როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. მოგეხსენებათ, აქვალია GVP-ში ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესშია. და სამოქმედო გეგმის მიხედვით ეტაპობრივად აუმჯობესებს თბილისის, რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას. ჩვენი მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2024 წელს უპრეცედენტოდ დიდი 120 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ. ინვესტიცია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით განაწილდა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის წყლისა და წყალარინების ქსელი 60%-ზე მეტი ამორტიზებულია, ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი ქსელების რეაბილიტირება განახლებაზე დაიხარჯა. ინვესტირება განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ქსელების ზონირების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკული მიმართულებით. GVP-ის მიერ 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული 100-ზე მეტი პროექტის შედეგად არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გავაუმჯობესეთ. მათ შორის 18%-ით შევამცირეთ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები, 19%-ით შევამცირეთ ქსელზე ინციდენტების რაოდენობა, 29%-ით შევამცირეთ წყალმომარაგების გეგმიური შეზღუდვის საშუალო დრო. დავზოგეთ 11 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი. აქვალიას სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაა. სწორედ ამ მიმართულებით 2024 წელს ჯამში 65 მილიონი ლარი დაიხარჯა. GVP-მ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე 95 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა და 88 კილომეტრის სიგრძის ქსელი განაახლა. მათ შორის თბილისში, გახოკიძის, მეფრინველეობის, აჰმედ მელაშვილის ქუჩებზე, რუსთავში მეგობრობის, ლომოურის, ბარათაშვილის და სხვა ქუჩებზე. მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად, GVP აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. GVP-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი წყალმომარაგების ქსელის ზონირებაა, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. ზონირების პროექტი ამცირებს ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებს. უკვე დასრულებულია ზონირების საპილოტე პროექტები რუსთავში, მცხეთასა და თბილისის ზედაზონებში. შედეგად მიმდინარე წელს 11 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის წყალი დაიზოგა. 2024 წლის პროექტებს შორის აღსანიშნავია ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტი, რომლის ფარგლებშიც განახლდა რუსთავის სათავე ნაგებობაზე არსებული სატუმბე სადგურები და ქალაქის მკვებავი მაგისტრალური ქსელი. განხორციელებული პროექტების შედეგად რუსთავის მოსახლეობას გასულ წლებთან შედარებით მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რაც შეეხება ტექნოლოგიურ განახლებებსა და მოდერნიზებას, ქსელზე არსებულ დაზიანებებზე რეაგირების დროის შემცირებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით კომპანიამ განაახლა ავტოპარკი, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. ამასთანავე წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია. გარდა უშუალო წყალმომარაგების მომსახურებისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით 2024 წელს შევქმნით მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფი. ასევე დავნერგეთ განახლებული ვებგვერდი, რომელიც GVP-ის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით. 2024 წელს განხორციელებული თითოეული პროექტი ჩვენი მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. წყალმომარაგების სერვისი რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია. სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას დიდი შრომა და რესურსი ჭირდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს პროცესი სწორად ჰქონდეს აღქმული ჩვენს მომხმარებელს. გსურს საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული, რომ წყლის მოპოვება, დამუშავება და მომხმარებლებამდე მიყვანა რთული და მასშტაბური ციკლია. სწორედ ეს არის ჩვენი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ძირითადი სათქმელიც. წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია.